როგორც გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA იუწყება გერმანიის საჰაერო ძალებმა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების მიზნით პოლონეთში საბრძოლო თვითმფრინავები განათავსეს. გერმანიის საჰაერო ძალების ცნობით ევროფაიტერის ტიპის რამდენიმე ერთეული ნორვენიხის საჰაერო ბაზიდან აფრინდა და პოლონეთის სამხედრო აეროდრომისკენ მალბორგში გაემართა. დღეს ჩვენ პირველ 4 თვითმფრინავს პოლონეთში, მალბორგის აეროდრომზე გადავიყვანთ, რათა დავიწყოთ ნატოს ჩრდილოეთით გაძლიერებული საჰაერო პატრულირების ოპერაცია. დაახლოებით 4 თვის განმავლობაში ვიქნებით ჩართული იქ მიმდინარე მისიაში. პოლონეთში საბრძოლო თვითმფრინავები რუსეთის მიერ ბალტიის ზღვის რეგიონში საჰაერო სივრცის დარღვევისა და ნატოს ტერიტორიებზე დრონების გამოჩენის გამო გადაიყვანეს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა მიმდინარე მანევრების შესახებ ამ წლის ოქტომბერში განაცხადა. ბრძანება თავად აღმოსავლეთის სადარაჯო მისიიდან მომდინარეობს და მეოთხე მუხლის შესაბამისად ნატოს კონსულტაციების ნაწილია. სწორედ ამ მუხლის მიხედვით გადაწყვიტა ალიანსმა ნატოს ტერიტორიის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება. გერმანიამ ამ საქმეში მხარდაჭერის პირობა ოქტომბერში დადო. გერმანიის შეიარაღებული ძალები აპირებენ გაგზავნონ 150 კაციანი სამხედრო ჯგუფი, რომელშიც ასევე შედიან საჰაერო ხომალდების პილოტები, ტექნიკოსები, ლოგისტიკის პერსონალი, დაცვის თანამშრომლები და სამხედრო პოლიცია. DPA-ს ცნობით გერმანელი სამხედროები ადგილზე მომავალი წლის მარტამდე დარჩებიან.